ბიზნესი ახლებით განმოგზაურთ გადაცემას შპს უნის სტილის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს უნიფორმების შეკერვას თავაზობს, უფრო მეც აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით გვეტყვის უნის სტილის დამფუძნებელი და დირექტორი ნატალია ტლაშაძე, რომელიც ახლა სატელეფონო ხაზია. ქალბატონო ნატა, გამარჯობათ. გამარჯობა, გისურვებთ შეგებიან დღეს. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი კონკრეტიკა გითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ რა ტიპის პროფესიის წარმომადგენლების უნიფორმებს კერავთ თქვენი საწარმო? შპს უნის სტილი ზოგადად აწარმოებს ყველა სახის უნიფორმებს თითქმის სხვადასხვა პროფესიის შეკვეთებისთვის სასურველი მოდელით, მორგებული კონსტრუქციით და საუკეთესო ქსოვილებით. სამშენებლო, სამედიცინო, სააფთიაქო, სასტუმროების, ბარ, რესტორნების, ნავთობგასამართი სადგურების, ტექნიკურ საინჟინრო, საავიაციო, სახანძრო და სხვა მიმართულების კომპანიებისთვის. ასევე სააბაზონო ხალხებზე პირსახოთებზე თეთრეულზე უკვე ვაკეთებთ ლოგოტიპის დატანებას, იმიტომ რომ გავაკეთეთ ახალი სიახლე შემოვიტანეთ ცალკე, ანუ საქარგი წარმოებაც გავხსენით, იმიტომ რომ დღეს აქტუალურია ასე ვთქვათ ლოგოტიპების დატანება და ზოგადად ქსოვილებზე სხვადასხვა ტიპის სასურველი დიზაინის დაქარგვა. ანუ ლოგოტიპის შერჩევა მოხდება დამკვეთის მიერ. რა თქმა უნდა, დამკვეთის მიერ, ასევე მე თვითონ პროფესიის მოდელი დიზაინერი გახლავართ, ისევე როგორც დედაჩემი, ზოგადად ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია და ასე ვთქვათ დედაჩემისგან და მამაჩემისგან გვერგო წილოთეს ბიზნესი. დღესდღეობით ისინიც აქტიურად არიან ჩართულები, ყველა ჩვენი ოჯახის წევრი დასაქმებულები ვართ და ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს და თან კონკრეტულად ყველა თავის საქმის პროფესიონალია და თუ დაუშვათ რომელიმე ჩვენ შემოწმეთ უჭირს რაღაც კონკრეტული დიზაინის ამორჩევა, ამაში უკვე ჩვენ თვითონ ვეხმარებით. რა შეხება თქვენ თქვით რომ ეს არის საოჯახო ბიზნესი, მაგრამ როგორც მე ვიცი, საკმაოდ 60-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული. საკმაოდ დიდი ამ საოჯახო ბიზნესმა მიიღო სახე იქამდე, რომ უკვე ეს ჩამოყალიბდა დიდ ფაბრიკად. ჩვენ 2006 წელს გავხდით წლის საუკეთესო საწარმოო და დავიწყეთ რომ 2006 წელს დავაფუძნეთ უნის სტილი, ანუ იმავე წელს, ხოლო შემდგომ უკვე მოვიპოვეთ წლის საუკეთესო საშუალო ბიზნეს წარმოების სახელი. ასე რომ ძალიან წარმატებულად ვითარდებით. და ახლა უკვე სეზონი მოდის და მოვუწოდებთ ყველა კლიენტს. ჩვენი პრივილეგია კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ხარისხი არის საკმაოდ მაღალი. ანუ როგორც ესეთი ბრენდი უნის სტილი ასოცირდება საკმაოდ მაღალ ხარისხთან. და ვერ გეტყვით დაბალფასებთან, მაგრამ ხელმისაწვდომ ფასებთან. ანუ რესურსი, ანუ საიდან შემოგაქვთ ნედლეული საქართველოს და სათხდება? საქართველოდან არა, ეს ხდება თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული, ოღონდ თურქეთში ევროპისთვის ამზადებენ თურქული ქარხნები ამ პროდუქციას. ჩვენ გვაქვს მათთან ექსკლუზიური კონტრაქტი გაფორმებული, ყავს შუამავალი პიროვნება, რომელიც გვამარაგებს თუმცა უშუალოდ დედაჩემი და მამაჩემიც ჩადიან ხოლმე ადგილზე, ესე იგი არჩევენ ქსოვილებს. ჩვენ უკვე რადგან ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს, 2006 წელი კი აღნიშნა რომ უნის სტილი დაარსდა, მაგრამ ზოგადად 1992 წლიდან აქვს ჩვენს ოჯახს ეს ბიზნესი, ამიტომ ქსოვილებში ძალიან გაცნობიერებულები არიან უკვე დედაჩემი და მამაჩემი და უშუალოდ თვითონ აქვს მათ. ძირითადად ვინ არიან თქვენი დამკვეთები, იმიტომ რომ გასაგებია ეს უნიფორმები, მაგრამ არ არის დღეს დავუშვათ ისეთი ფართო არჩევანი ჩვენთან დანერგილი. ვინ არიან? თქვენ წარმოიდგინეთ, არის უკვე, იმიტომ რომ უნიფორმება შემოიღო თითქოს აუცილებელი პირობა. ხო, აი ამას გულისხმობ, არ იყო ადრე დავუშვათ ეს სავალდებულო და ნამდვილად უნიფორმები, აი წარმოგიდგენთ, სამშენებლო სჭირდება, სამედიცინო სჭირდება, სააფთიაქო, სასტუმროები, ბარ, რესტორნები, სასტუმროები, ნავთობგასამართი სადგურები, ტექნიკურ საინჟინრო, საავიაციო, სახანძროებს სჭირდება და მათ ყველა სჭირდება უნიფორმები და შესაბამისად ესენი ყველანი ჩვენი კლიენტები არიან და მომხმარებლები არიან. ამ ძირითადად მსხვილი კლიენტები ყავთ კორპორატიულ სკოლის. თუმცა შესაძლებელია თორე ინდივიდუალურადაც ვინმეს კონდეს. ინდივიდუალურადაც არის შესაძლებელი, თუმცა მაინც ჩვენი პროფილი არის მასიური კერვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან რაოდენობა არის სიტყვაზე 100-დან ზევით. არა, ჩვენთან მინიმალური რაოდენობა იწყება 1-დან და მაქსიმალური მთავრდება განუსაზღვრელი რაოდენობით, რადგან 60-დან 80-მდე თანამშრომელი კი არის ყოველდღიურ რეჟიმში დასაქმებული.
მაგრამ ჩვენ ასევე ყავს დამხმარე ძალები, ძალიან ხშირად გვაქვს, როდესაც არის საკმაოდ დიდი შეკვეთების შემოსული და ვიძახებთ ამ დამხმარე ძალებს, ხშირად ღამის ცვლად გვაქვს, ორ ცვლაშიც მუშაობთ, ზოგჯერ დასვენების დღეებსაც შეკვეთის პრობლემა ამ ეტაპზე არ დგას. ბატონო, შეკვეთების პრობლემა ამ ეტაპზე თქვენ იმდენი ჩამოთვალეთ უკვე რომ არ დგას. კი, კერძო სპექტრიდან არ დგას. თუმცა ჩვენ არ ვერევით სახელმწიფო შეკვეთებში ძალიან დიდი სურვილი იგვექნებოდა მივიღოთ ტენდერებში შეკვეთები. ხო, რატომ არ ღებულობთ? იმიტომ რომ ეგ უფრო მეტი ფინანსებია საჭირო, უფრო მეტი მუშახელი. სამწუხაროდ სახელმწიფო ტენდერები, როდესაც სტარდება, იქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფასს და როგორც გითხარით, უნისტილი ასოცირებულია ხარისხთან და შესაბამისად ის ფასი და მარჟა, ანუ ბიუჯეტი რაც გამოყოფილია ხოლმე ხშირად სახელმწიფო ტენდერებზე ფიზიკურად შეუძლებელია ჩაეტიო, ანუ ხარისხიანი პროდუქცია მიიღო. მოთხოვნები რა სახის პროდუქცია ჭირდებათ. ლოგიკურად და არითმეტიკულად რომ გამოთვლით, ფიზიკურად შეუძლებელია ჩაეტიო იმ მოთხოვნებში და თან იმ ფასში რა ფასიც მათ აქვთ გამოყოფილი. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, დროებით შეშვებულები ვართ სატენდერო მიმართულებასა და კერძო შეკვეთებზე მუშაობთ. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. კომპანია უნისტილის ხელმძღვანელი ნატალია ტლაშაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.